შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება. საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის დიანა ბერიძის განმარტებით ასისტენტების დანიშვნა სპეციალური კომისია გადაწყვეტს. მათი დაფინანსება კი დელეგირებული უფლებამოსილებით მუნიციპალიტეტიდან მოხდება. დაიწყება განხორციელება პერსონალური ასისტენტის მომსახურებისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ესენი იქნებიან ორი მიმართულება, სპეციალიზირებული და რეგულარული პერსონალური ასისტირება. თვითონ საჭიროებებს უკვე განსაზღვრავს სპეციალური კომისია, რა საჭიროებები აქვს და რაში სჭირდება ასისტირება. რა თანხა გაიწერება ამ მიმართულებით? თანხა აბსოლუტურად არის დელეგირებული უფლებამოსილება ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელსაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს უკვე და იქნება სპეციალიზირებულზე იქნება 1200 ლარი, რა უმეტეს 60 საათი სათვეში და რეგულარულში იქნება 720 ლარი. საკრებულოს სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს, სადაც სამი მიმართულება გაიწერა: ინფრასტრუქტურა, კულტურა და განათლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გეგმა, როგორც იცით თქვენ, რომ ყველა წელს მტკიცდება ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტი ამტკიცებს. აქ სამი მიმართულებით არის ეს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, კულტურული მიმართულებით და განათლების მიმართულებითაც. არის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, სადაც გათვალისწინებული იქნება შეშიმ პირების ინტერესები, მათი ადაპტაციისთვის უფრო სწორად გარემოსთან. იქნება სპორტულ ღონისძიებებში აქტივობები და აგრეთვე იქნება კულტურული მიმართულებითაც მათი აქტივობები, რაც განისაზღვრება ტიხრული მინანქარი, თიხისთან მოტორიკის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ორივე საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.